სამყაროში მეგობრებო, თქვენ მოხდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. მე ვარ ეზოთერიკოსი მარიამ ფაილაძე და დღეს გვექნება საჯარო გაშლა თემაზე. არის თუ არა თქვენზე მაგიური ზემოქმედება. ძალიან ბევრი მთხოვდით ამ გაშლას, იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი ხშირად განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ეს პრობლემა ძალიან ბევრს აწუხებს და ზოგს არ აქვს მესმის იმის შესაძლებლობა, რომ ჩაიტაროს პირადი კონსულტაციები, დიაგნოსტიკა, თუმცა მაინც მიგირჩევდით, რომ ასეთი ტიპის გაშლები აუცილებლად ჩაიტაროთ ხოლმე ინდივიდუალურად, თუმცა როგორც ასეთი მინიშნება ერთგვარი, შეგიძლიათ გეზად აიღოთ ამ გაშლიდან. სამი ვარიანტი მინდა რომ გქონდეს დღეს რატომღაც ამ გაშლასთან დაკავშირებით და მოდი ვნახოთ მაგიური გავლენები არის თუ არა თქვენზე. არის თუ არა მაგიური ნეგატიური ზეგავლენა თქვენზე. რამდენიმე წამს მოგცემთ, რომ აირჩიოთ ვარიანტები. თქვენ საკმარისი დრო მოგეცით ვარიანტების ასარჩევად, შეგახსენებთ, რომ პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ პირად შეტყობინებაში. არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, რომ საჯარო გაშლა არ არის ყოველთვის ზუსტი. ანუ რას ვგულისხმობ? ნებისმიერ შემთხვევაში აქ ამოვა თუ არა ზემოქმედება, ძალიან გთხოვთ ამას მიანიჭებთ 100% ავთენტურობას იქამდე, სანამ თქვენზე არ გაკეთდება პირადი ინდივიდუალური სესია, ენერგეტიკული შეფასება დიაგნოსტიკის ნაწილში. ეს შეიძლება მიიღოთ როგორც ასეთი გაფრთხილებად ეს გაშლა, მე შევეცდები რომ მაინც და მაინც თუ რაღაცა საოცრება არ მომივიდა მაგიური მიმართულებით არ წავიყვანო, ანუ ვეცდები რომ მსუბუქი ფორმით აგიხსნათ ეს ყველაფერი, თუმცა ხანდახან არის რომ უბრალოდ სხვა გზა არ არის, როგორც არის, ისე უნდა წაიკითხო გაშლა. ასე რომ ძალიან გთხოვთ გონების ფილტრი ჩართოთ მაქსიმალურად ასეთი ტიპის გაშლების დროს. მე კი შეგახსენებთ, რომ თუ კი გსურთ ინდივიდუალური კონსულტაცია, შეგიძლიათ მომწეროთ მითითებულ აკაუნტებზე აღწერაში, Instagram-ზე, WhatsApp-ზე, Viber-ზე ან Facebook-ზე პირად შეტყობინებაში. ყველაფრის ლინკი მითითებული მაქვს ყოველთვის აღწერაში და თითოეული ვარიანტების დროც ასევე შეგიძლიათ ნახოთ აღწერაში. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა, ასევე ძალიან გთხოვთ რომ დააკომენტაროთ, რადგან YouTube-ის ალგორითმი, რომელიც ჩემთვის სიმართლე გითხრათ, სრულიად გაუგებარია, ითხოვს რომ ვიდეოებზე ჰქონდეს კომენტარები და მოწონებები, რაც შეიძლება მეტი, იმისათვის რომ თქვენ გიჩვენოთ ეს ვიდეოები და კიდევ უფრო სხვა ადამიანებსაც აჩვენოს ეს, რადგან მხოლოდ ეს არის, რაც არხს რეალურად განვითარებაში ეხმარება. ამით თქვენ მომცემთ მე мотивაციას, რომ მოგაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო თემებზე. ახლა კი მოდი დავიწყოთ პირველი ვარიანტით. არის თუ არა მაგიური ნეგატიური ზემოქმედება თქვენზე? მე ვეცდები რომ ესეთი პრინციპით დავიჭერ გაშლას. დაიკუხა გარეთ არ ვიცი რამდენად გესმით, საკმაოდ სასიამოვნოა მინდია, მაგრამ ესეთი გაშლების დროს ყოველთვის ვაქცევ ხოლმე ყურადღებას მსგავს რაღაცეებს. ვისგან ან არისგან მოდის ეს? რა მიზანს ემსახურება ეს ზემოქმედება? როგორ დაიცვათ თავი ამისგან? ვინ არის თქვენი სულიერი დამცველი? რა საინტერესოა? საკმაოდ ესეთი რადიკალური კარტები გისცეთ პირველი ვარიანტი, კარგი და ორაკული თქვენთვის.
კეთილი. მოდი დავიწყოთ. არის თუ არა მაგიური ნეგატიური ზემოქმედება თქვენზე. პირველ რიგში გეტყვით, რომ თქვენზე არის არც თუ ისე სუსტი მაგიური ზემოქმედება განხორციელებული, ამოდის ძალის არკანი, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენს ენერგოინფორმაციულ ველში ამ ზემოქმედებას საკმაოდ კარგად აქვთ ფესი გადგმული. კი, შეიძლება ერთი სიმხრივით თქვენ ბრძოლის უნარიანები ხართ, მაგრამ აშკარად თქვენი მგრძნობიარეობიდან გამომდინარე არა მხოლოდ ეს ზემოქმედებას ახდენს თქვენზე, არამედ ვფიქრობ, რომ უკვე კარგად გარყევთ ეს დარტყმები, იმიტომ რომ ინტენსიურია, მინდა გითხრათ საკმაოდ. ეს არ არის, რომ რაღაცა ერთხელ გავაკეთე და მორჩა. აშკარად ადამიანს ძალიან აკვიატებული ყავხართ, მინდა გითხრათ. ვისგან ან რისგან მოდის ეს ზემოქმედება? აქ მინდა რომ კიდევ უფრო ჩავეძიო ამ მოკვდის 10-იანი კვერთხები. აქ მაქვს რატომღაც განცდა, რომ ეს შეიძლება მხოლოდ ერთი ადამიანისგან არ იყოს. მაგრამ მოდი მაინც ვნახოთ, ვისგან მოდის ეს ზემოქმედება. შენი კვერთხები რას გულისხმობს მაჩვენე? ეს არის ჩემო ძვირფასებო პირდაპირ პრაქტიკოსის გაკეთებული ზემოქმედება. აქ ან თუ თქვენ თვითონ ხართ პრაქტიკოსი და ასეთი ადამიანები მიყურებთ, კოლეგა არის ამის გამკეთებელი. მაგრამ თუ თქვენ არ ხართ პრაქტიკოსი, გეტყვით, რომ თქვენზე იმუშავა პრაქტიკოსმა, რომელმაც საკმაოდ ისე კარგად დაგამუშავათ, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ გავლენა საკმაოდ ძლიერია. აქ არის ენერგეტიკული არხების როგორც ასეთი გადაჭრა, ისე რომ თქვენს ცხოვრებაში ბედისწერა შეიცვალოს და წავიდეს უარესობისკენ ცხოვრება. განცდა მაქვს, რომ თქვენ უკვე ამას ძალიან მკაფიოდ გრძნობთ. აბა დააკვირდით ეს პერიოდი, თუ გაქვთ ისეთი მომენტი, ისეთი შეგრძნება, სადაც გქონდათ ზედმეტი ენერგოგამოფიტულობა, უეცრად რომ საქმეები არ გამოვიდა, ასეთი სიტუაციები. საკმაოდ გაუჭირდა, მინდა გითხრათ, ამ ადამიანის თქვენზე ზემოქმედების განხორციელება, იმიტომ რომ 10-იანების კვერთხები მარტივი პრაქტიკა ნამდვილად არ არის, ბევრი ეჯაჯგურა. მაგრამ საბოლოოდ მე აქ ხედავ, რომ გარკვეულ მიზნებს მგონი მიაღწია. ვნახოთ, ისახება თუ არა ეს თქვენზე. ზომიერება, 10-იანი პენტაკლები და სამყარო. იცით რა არის? ვიტყოდი, რომ სხვადასხვა სფეროზე და არა ერთზე. და პირდაპირ მნიშვნელობით თქვენს ბედისწერაზე, განსაკუთრებით ჯანმრთელობაზე, აქ კარგად აქვს ამას ნამოქმედარი, მათ შორის საგვარეულო ხაზებზე, იმიტომ რომ აქ პირდაპირ თქვენს სახელგვარზე და დაბადების თარიღზეა ნამუშევარი. მხოლოდ ფოტოს აქ ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ეს არის საგვარეულო მონაცემები. შესაბამისად, ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ისეთი პრაქტიკა ადამიანისგან, რომელმაც არ იცის ვინ ხართ. აშკარად ამ ადამიანმა ძალიან კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა და რატომაც აკეთებდა. კარგი. რა მიზანს ემსახურება ეს ზემოქმედება? მისი მიზანი არის ის, რომ როგორც ჩანს ამ ადამიანს ძალიან შურს თქვენი პირველ რიგში გეტყვით და მას სურს ეს თქვენი გამყარებული პენტაკლების დედოფლის ენერგია, სადაც თქვენ ხართ კმაყოფილი თქვენი საქმით, სადაც თქვენ გაქვთ თქვენი გარემო, სადაც ხართ, თქვენი საქმე, თქვენი რესურსი, უნდოდა რომ ეს ყველაფერი დაგეკარგათ. თუ მამაკაცები მიყურებთ, აქ შეიძლება პარტნიორთან დაშორებაც ყოფილიყო, ჩემო ძვირფასებო, რომ არ გიპოვოთ თქვენი პარტნიორი. ქალბატონების შემთხვევაში შეიძლება ეს ყოფილიყო ის, რომ პარტნიორთან დაშორება, ან ბედისწერის შეცვლა, ან გადაზიდვა თქვენი იღბლისი, იმიტომ რომ ბორგლის არკანი მეჯდა. აშკარად ძალიან აღიზიანებთ ვიღაცას, აღიზიანებს თქვენი ჩაცმულობა, თქვენი გარეგნობა, როგორც წარმოაჩენთ ხალხთან თავს, თუნდაც სოციალურ ქსელებში თავს, ეს ძალიან აღიზიანებს. მოკლედ, ადამიანი ძალიან შეწუხებულია თქვენი წარმატებით და იმითი, რითაც ჩანხართ საჯარო სივრცეში, ხო? ნუ აშკარად ხედავს, რომ თქვენ ბედნიერი ხართ და ამ ადამიანს ეს ძალიან არ სიამოვნებს.
კარგი. როგორ დაიცვათ თავი ამ ადამიანისგან, პირდაპირ მნიშვნელობით მიგირჩევდით ენერგეტიკულ წმენდას. ენერგეტიკულ წმენდას და მათ შორის აღმოჩენის შემთხვევაში ამ ადამიანთან კონტაქტის გაწყვეტას. მე მინდა ვნახო, ვინ არის ეს ადამიანი თქვენთვის, ვინც განახორციელა ეს ზემოქმედება თქვენზე, თუნდაც დაკვეთით, თუნდაც თვითონ პრაქტიკოსი. ნახოთ, შევაფასოთ, ვინ არის ეს ადამიანი, ვინ გააკეთა თქვენზე ეს ზემოქმედება, ან ვინ იყო დამკვეთი ინიციატორი ამ ყველაფრის. არკანი მაგი, ვარსკვლავი, ეს ადამიანი პრაქტიკოსი უშუალოდ საკმაოდ კარგად ჩანს სოციალურ სივრცეში, ცნობილი ფიგურაც არის. ადამიანია, რომელსაც შეუძლია ინსტრუმენტების ფლობა, ადამიანია, რომელიც ხანდახან შეიძლება არ უკვირდებოდეს რას აკეთებს, ხმლების რა ინდიმეჯი და ფონის არკანად. კარგი. მე მაინტერესებს, კარგი პრაქტიკოსი გასაგებია, დამკვეთი მაინტერესებს, დამკვეთი ვინ არის, დამკვეთი ვინც შეასრულებინა ეს ზემოქმედება. იეროფანტი, მეფე პენტაკლების მეგობრებო, უკაცრავად, მაგრამ კარგი. ეს შეიძლება იყოს ზოგისთვის თქვენი კოლეგა, ზოგისთვის ოჯახის წევრი. ნახეთ, როგორი რაღაც არის. ეს არ არის შეიძლება მეგობარიც, ოღონდ უფრო მეტად მივხედავ ამ ადამიანს როგორც მამაკაცის ფიგურა, ან ადამიანი, რომელიც იმდენად დაბერებულია, რომ თავის თავში ქალური არაფერი არ გააჩნია. ასეთი ადამიანია, ადამიანი, რომელიც 24 შვიდზე თქვენ გაკვირდებათ, ადამიანი, რომელიც 24 შვიდზე ყველას და ყველაფერს აკონტროლებს. ვინ არის დაახლოებით აღმიწერები, ვინ არის თქვენთვის ეს ადამიანი. სამყარო, კი ბატონო, ეს არის თქვენი ახლო წრიდან მეგობრებო, ოჯახის წევრი, მეგობარი, ან ადამიანი, რომელთანაც ესე რომ ვთქვათ, შეიძლება ესეთი ძალიან ახლო კავშირი არ გქონდეთ, მაგრამ იყოს თქვენი კოლეგა, რომელიც ძალიან ღიზიანდება, რომ თქვენ სოციალურ ქსელში ასეთი წარმატებული ხართ. ეს რა არის და ადამიანი რას ხედავს, ეს ორი სხვადასხვა რაღაცაა, ხო? შესაბამისად, რასაც ხედავს, ეს არის და ძალიან ღიზიანდება ამ ფაქტით. შესაბამისად, მე ვიტყოდი, რომ კარგი იქნება ეს ადამიანი თუ მიხვდით, ვინ არის ამ წუთას, დაბლოკეთ სოციალურ ქსელებში. რაც შორის, იმიტომ რომ ერთ-ერთი თავდაცვის გზაა, თუ კი თქვენ არ შეგიძლიათ საპასუხო რეაქციის გამოწვევა, შეგიძლიათ ისე მოიქცეთ. კარგი. ვინ არიან თქვენი სულიერი დამცველები და აქ მომდის არკანის სიკვდილი. ეს არის, რა თქმა უნდა, წინაპრების ენერგია და ადამიანი, რომელიც გარდაცვლილია, შეიძლება წინაპარი არც იყოს, ეს იყოს გარდაცვლილი მეგობარი, ეს შეიძლება იყოს გარდაცვლილი ადამიანი, რომელთანაც ძალიან დიდი სიახლოვე გქონდათ. მაინც მინდა რომ კიდევ ერთხელ ჩავიწიო, ვერ ვეშვები გაშლას, რომ მოკლედ წავიკითხო. ვინ არის ეს ვინც თქვენი დამცველია, ვინ არის ეს ადამიანი, ვინც თქვენი დამცველია? თასების ტუზი, ქალბატონია, კი ბატონო, ქალბატონია, რომელიც ცოცხალი აღარ არის, ქალბატონია, რომელსაც ძალიან უყვარდით და ყოველთვის ძალიან აინტერესებდა თქვენი მდგომარეობა. აქ ვიღაცისთვის შეიძლება მეგობრებო, მამაკაცები თუ მიყურებთ და მეუღლე გყავთ გარდაცვლილი, შესაძლოა ეს პიროვნება იყოს, ვიღაცისთვის ეს იქნება დედა, რომელსაც ჰქონდა პიროვნება, რომელსაც ჰქონდა ძალიან კარგი მაგიური უნარები. აქ პრაქტიკოსები თუ მიყურებთ და არა მხოლოდ ვიღაცის წინაპარი, აქ იყო ჯადოქარი, ან პირდაპირ ეს ნახეთ იმდენად უნივერსალური ენერგია, ჯადოქრებიდან ერთ-ერთი გიცავთ ჩემო ძირფასებო, ოღონდ ეს არის გარდაცვლილთა სამყაროდან.
რომელთანაც თქვენ აშკარად გარკვეული კავშირი გაქვთ და შეიძლება მასთან კონკრეტული ზღვანებით მიდიხართ, ქრისტიანები მიყურებენ მაინც შეიძლება საკურთხს უდებდეთ ამ ადამიანს ხო პერიოდულად, ან მასთან კომუნიკაციობდეთ სხვადასხვა ინსტრუმენტებით და სხვადასხვა ფორმებით ხო? აი ეს პიროვნება არის თქვენი დამცველი ვინც ამ სიტუაციაში გეხმარებათ. და ბოლოს თქვენთვის ეს ჩამოვაჩოჩოთ ორაკული, რომელიც ამოვიღე შეკითხვის გარეშე ვნახოთ რას გვეუბნება. ეს არის მთვარის ქალღმერთი. მთვარის ქალღმერთი გეუბნებათ, რომ ყურადღება მიაქციოთ საკუთარ სიზმრებს, იმიტომ რომ თქვენ ამ ადამიანს ნახავთ ინტუიციურად ან ძილის დროს. ეს შეიძლება მოგიჩვენოთ სრულიად უცნაურად, რომ რატომ ესიზმრება ეს ადამიანი, ან შეიძლება უკვე დაგესიზმრათ და ეს იქნება თქვენთვის პირდაპირ მესიჯი, ვინ არის ეს ქალბატონი. ოღონდ ეს ის კი არ არის, ვინც ზემოქმედება გაგიკეთათ, არამედ ის, ვინც გიცავთ, თქვენს მფარველს იხილავთ სიზმარში. ზოგიერთები სიზმარში იხილავთ იმასაც კი, ვინც გაგიკეთათ ეს ზემოქმედება, როგორ გაგიკეთათ, ან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეს ზემოქმედება თქვენზე არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს, იმიტომ რომ ამ პერიოდში თქვენთვის ნანახი სიზმრები ჩვეულებრივი არ არის. წარმატებებს გისურვებთ პირველი ვარიანტი, საკმაოდ ინფორმაციულად დატვირთული გაშლა გამოგვივიდა. მე კი გადავალ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთვის პირველ არკანად ამოვიდა ორი კარტი. არის თუ არა მაგიური ნეგატიური ზემოქმედება თქვენზე. არკანი 4-იანი კვერთხები და არკანი ქურუმი ქალი. ამაზე რატომღაც ორაზროვანი ინფორმაცია მომდის, თუმცა ვფიქრობ, რომ დიახ. და ეს ადამიანი საკმაოდ ახლოს ლივლივებს თქვენს ცხოვრებაში, ისე რომ თქვენ მასზე შეიძლება წარმოდგენა არც კი გაქვთ. იმიტომ რომ ძალიან კარგად იმალება, მინდა გითხრათ ეს პიროვნება. კეთილი ზემოქმედება ნამდვილად არის თქვენზე, არ გამოვრიცხავ თქვენს 4-იანი კვერთხები მისის კარიერაზე, ან ოჯახზე შესრულებული ზემოქმედება. ვისგან რისგან მოდის ეს ზემოქმედება? პიროვნება, რომელიც გიყურებთ მუდმივად, ეს სხვათა შორის ვერ ვიტყოდი, რომ აი მაინც და მაინც რიტუალური ნამუშევარია, ეს ბევრისთვის იქნება უფრო თვალი. თვალი, ოღონდ ისეთი თვალი, რომ აი ადამიანმა ამოგიჩემათ. ადამიანი, როდესაც ხედავთ ეგრევე მისი ნეგატიური თვალი მოდის თქვენზე. ეს მოდის კონკრეტული ზემოქმედება, რატომ მომდის აქაც იეროგლიფები მინიშნებად. შეიძლება გრაფიკული მაგიით შესრულებული იყოს რუნებით, რუნების ენერგიას გრძნობა გმძაფრად. კარგი, მოდი მინდა რომ ჩავიძიო. ეს უბრალოდ თვალია თუ ნეგატიური მაგიური ზემოქმედება უფრო ძლიერი მაინტერესებს. რა არის ეს კონკრეტულად მაჩვენე? ხო, პაჟი თასების. რა თქმა უნდა, ეს არის უბრალოდ თვალი, ეს არ არის რაღაცა ძლიერი ზემოქმედება. თუ ამ ადამიანმა რაიმე ზემოქმედება ჩაატარა, მაინც და მაინც ნიჭიერი არ ყოფილა ამაში, მინდა გითხრათ. უბრალოდ ადამიანია, რომელსაც შურს. კარგი. მოდი ვნახოთ, რა მიზანს ემსახურება ეს ზემოქმედება. ემსახურება მიზანს, პატარ-პატარა რაღაცები დაკარგოთ, იმედგაცრუება შეიგრძნოთ. ემსახურება მიზანს გეწყინოთ, ემსახურება მიზანს რაღაც გაფუჭდეს, დანაკარგი გქონდეს ცხოვრებაში. როგორც სტანდარტულად ზოგადად თვალი მოქმედებს ხოლმე. მათ შორის ენერგიის გადინება იქნება ეს თუ ხასიათის და ბუნება განწყობილების ცვლილებები.
იმედია ჩემი ხმა ისევ კარგად ისმის, იმიტომ რომ ძალიან გაწევდა მინდა გითხრათ. როგორ დაიცვათ თავი ამისგან? ორგანების თასები. თავის დაცვას მოახერხებთ ამ ადამიანთან ვიტყოდი რომ გულწრფელი საუბრით. ნახეთ, როგორი განცდა მაქვს იცით? ამ ადამიანთან შეიძლება ოდესღაც მეგობრობდით, ოდესღაც რაღაც ახლო გაკავშირებდათ და უნებური წყენა გაქვთ ერთმანეთზე, რის გამოც მერე აი რადგანაც ხდება თქვენი გახსენება ყოველივე ნებისმიერი ფოტოს შეხვედრისას, რაღაცა სიტუაციის დროს რო ახსენდები ადამიანს ესეთ დროს, განცდა მიჩნდება რომ ძალიან აწუხებს ამ ადამიანს, რომ რაღაცა ესეთი სიტუაცია არის თქვენს შორის. ეს არ არის რაღაცა აი რო თქვა რომ ვაიმე და რაღაცა გაგიკეთათ, ანუ გულისხმობ რომ ეს მიზანმიმართული არ არის. უბრალოდ ამ ადამიანს ვერ მოუნელებია რაღაც თქვენზე წყენა და უნდა რომ თქვენს ისევე გეწყინოთ, ან გაიგოთ მისი წყენა, როგორც თვითონ ეწყინა თავის დროზე. თუ თქვენ მოახერხებთ იმას, რომ ამ ადამიანთან გექნებათ კომუნიკაცია, ილაპარაკებთ ამაზე, თქვენს წყენებზე, რა გაქვთ ერთმანეთთან, ხო? მოახერხებთ აიცილოთ თავიდან მისი შემდგომი ასეთი ტიპის ქცევები. ერთი სიტყვით კარგი იქნება ამ ადამიანთან თუ ისაუბრებთ და ამ ფორმით მოაგვარებთ ამ პრობლემას, იმიტომ რომ მერწყმუნათ ბევრ სისულელეს აცდებით, უბრალოდ საუბრითაც კი. ასე შეძლებთ დაცვას თავის ამ ადამიანისგან და ამ პიროვნებისგან. ვინ არის თქვენი სულიერი დამცველი? თქვენი სულიერი დამცველი არის თქვენი პარტნიორი, იქნება ეს საქმიანი პარტნიორი თუ იქნება ეს ზოგადად თქვენი სტაბილურობა მეგობრობაში, ეს უფრო ვიტყოდი რომ განა ვინ მხოლოდ შეიძლება რა, აი ქმედება, რა, კიდე როგორ რაღაცას ხედავ, ის მგონია რომ წყვილი, კონკრეტული ჯგუფი, შეიძლება ბევრი მეგობრები ყავთ თანამოაზრეები და თქვენ ერთ წრეში ტრიალებთ, ან თუ თქვენი თანამშრომელია, თანამშრომლების აზრი იყოს თქვენს გვერდით, თქვენს მხარეს და ამ ფორმებით მოახერხოთ ურთიერთობის დალაგება მასთან. კარგი. მოდი ვნახოთ რა არის ორაკულში, რომელიც შეკითხვის გარეშე ამოვიღე და ეს არის არკანი მოგზაური. არკანი მოგზაური გულისხმობს იმას ამ შემთხვევაში, რომ თქვენ შეგიძლიათ სიმართლის პოვნა ჩაღრმავებით. თუ თქვენ გიჩნდებათ შეკითხვა, რომ რაზე შეიძლება იყოს ეს ადამიანი ჩემზე ნაწყენი და თქვენ არ გაქვთ მისგან ამის შესახებ პასუხი, მე ვფიქრობ, რომ თქვენ თუ კი კარგად დაუფიქრდებით, თქვენ ამაზე პასუხი იცით. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ იმისი უნარი გადაჭრათ პრობლემები, გადაჭრათ ურთიერთობაში არეულობები და თქვენ ახლა გჭირდებათ, რომ გამოიყენოთ ეს ზალა და დაასრულოთ ეს დაუმთავრებელი ციკლი, ხო? განაროდემდე უნდა გაგრძელდეს ეს, ხო? წარმატებებს ვისურვებთ. მეორე ვარიანტი, მე კი გადავალ უკვე მესამე ვარიანტზე. ნახოთ, ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი, არის თუ არა თქვენზე მაგიური, ნეგატიური ზეგავლენა. ვისგან ან რისგან მოდის ეს? რა მიზანს ემსახურება ეს ზემოქმედება? როგორ დაიცვათ საკუთარი თავები? ვინ არის თქვენი სულიერი დამცველი? და ორაკულის კარტი თქვენთვის. კარგი. არის თუ არა მაგიური ზემოქმედება თქვენზე? აქ პირდაპირ გეტყვით, რომ არანაირი მაგიური ზემოქმედება თქვენზე არ არის. ხმლების პაჟი.
თქვენზე შეიძლება დადიოდეს გარკვეული საუბრები და ამავდროულად ადამიანები იყვნენ თქვენზე ნაწყენი ბოლო დროს ვიზეც გაქვთ პრინციპში შეიძლება ეს ბოლო დროს არც იყოს საკმაოდ ისეთი პიროვნება შეიძლება რომელზეც ახლა ვერც კი ხვდებოდეთ რომ გესაუბრებით ზემოქმედება არა ეს არის უფრო ადამიანზე რომ საუბრობ და ამ ხრივ ახდენ გავლენას და ეს თქვენს ენერგიაზე საგრძნობია ანუ შეიძლება რაღაცა ფორმით ეს თქვენზე ისახებოდეს მისი ეს საუბრები იმიტომ რომ ადამიანი ვიტყოდი რომ შორიდან გებრძვით თავდაცვის რეჟიმშიც კი არის მე ვფიქრობ ეს პიროვნება ძალიან ისე ხმალამუღებული მოკლედ რაღაცა შეიძლება აქაც თქვენგანაც ელოდებოდეს თავდასხმას ხა შეიძლება განსაკუთრებით მაგიურს არა მაგრამ რაღაცა ფორმით თავდასხმას და წინასწარ თავდაცვის მექანიზმებს ამყარებდეს თქვენთან მიმართებაში ვისგან ან რისგან მოდის ეს მოდის დაგროვილი წყენებისგან, იმედგაცრუებებისგან, ეს მოდის კარგად ფესვგადგმული, აი ადამიანს ხო იცი დიდხანს რო რაღაცა დაუგროვდება და აი ასხმა რო აქ მერე ბოლოს. აი რაღაცა აქედან გამომდინარეობს ეს, აქედან გამომდინარეა რომ ეს ადამიანი ამ მდგომარეობაშია. შეიძლება თქვენს გაწყენინათ ამ ადამიანმა ბევრი და ამიტომაც ელოდებოდეს თქვენგან რომ აი როდის აგასხავთ და გადაუვლით, ამიტომ მზად არის რომ თავი დაიცვას თქვენგან. რა მიზანს ემსახურება ეს ზემოქმედება? ჯერჯერობით ზემოქმედება არ არის, უბრალოდ ხო იცით? სიფრთხილეს თავი არ სტკივაო რაღაცა. ესე გიყურებთ ეს ადამიანი, გაკვირდებათ, რომ ყოველი შემთხვევისთვის რო რამე, აი რაღაცა ესე, რო რამე რაღაცა დამიშალოს, მე მზად ვარ რომ მოვიგერიო, უფრო ესეთი რაღაცა არის თქვენი მიმართულებით. როგორ დაიცვათ თავი ამ ადამიანისგან? ნუ ნაკლები კონტაქტი კი არა, საერთოდ თუ არ დაე კონტაქტებით უკეთესია. თქვენზე ნუ რაფერს მოეტყვით ზედმეტად განსაკუთრებით ხარ საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ საიდუმლოებებზე, ნუ ისეთ რამეს, რასაც არ ეთყოდით ადამიანს, რომელმაც არ გინდათ რომ ეს ინფორმაცია რაიმე ფორმით თქვენს წინააღმდეგ გამოიყენოს და ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამე. ასე რომ ამ ადამიანის ირგვლივ თუ მოხვდებით, ნაცვლად ლაპარაკისა, უბრალოდ მოისმინეთ და თავის ქნევაზე გადადით. რაღაცას თუ იტყვის თქვენზე, ან თუ თქვენ მოისმენთ თქვენს თავზე რაიმე ჭორებს ვინმესგან, შესწორებით თავს შეიწუხებთ, რაც უნდა ისეკონოს, იმიტომ რომ ესეთი მიდგომა ძალიან კარგად მუშაობს ასეთ ადამიანებზე, იმიტომ რომ მან არასოდეს იცის ზუსტად რა არის საკუთარი წარმოდგენების გარდა. ვინ არის თქვენი სულიერი დამცველი ამ სიტუაციაში? ეს არის კონკრეტული ბიჭი ან მამაკაცი, რომელიც ხშირად გესაუბრებათ ხოლმე ძალიან ალავად და გულუწრფელად. ოღონდ ეს არის ადამიანი, რომელსაც მაინც და მაინც არც ერთი მხარე არ აინტერესებს. სულ ფეხებზე კიდია თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ, თუმცა აი რაღაცა ისეთი მომენტია რა. აი ხო იცით რომ ეძახით ხოლმე რომ აი პონტის ადამიანებიო, რაღაცა ერთ პონტში თუ გაიჩითეთ, ან ერთ პონტში თუ მოხვდით, ერთ საზოგადოებაში მოხვდით, აი ლაპარაკს მოყოლებს რაღაცებს, არ გამორიცხავთ რომ თქვენ თუ მასთან ისაუბრებთ, მასთანაც როდესაც მოხდება ეს პიროვნება, აი ესეთი ტიპის გარემოებაში თქვენზე აბსოლუტურად გახსნილად ისაუბრებთ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ადამიანს არ გონია, რომ ეს საუბარი რაიმე პრობლემას შექმნის შემდგომში. ანუ არ აინტერესებს მაინც და მაინც რა მაგდენს არ ფიქრობს. თუმცა თქვენს გამცვალად ამ შემთხვევაში ამოდის პიროვნება, იმიტომ რომ თქვენ მის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ, როგორც ერთგვარ გაფრთხილებას. თუმცა ეს ადამიანი საკმაოდ კეთილგანწყობილია თქვენთან მიმართებაში. და არკანი, ორაკული, რომელიც ასე ამოვიდა შეკითხვის გარეშე, არის თქვენი შინაგანი ბავშვი. მიაქციეთ ყურადღება თქვენი ბავშვობის მეგობრებს, ამ შემთხვევაში მინდა რომ ეს არკანი ასე წავიკითხო. შეიძლება ეხლა საუბრობდე ისეთ ადამიანზე, რომელიც დიდი ხნის წინ იყო თქვენი მეგობარი, ან ბავშვობიდან მოყოლებული მეგობრობთ. აი ასეთი პიროვნება აიღეთ გეზად, ვისაც ეხლა მე ვისაუბრე ამ კონკრეტულ გაშლაში.
მადლობა სიხდით სამივე ვარიანტს ყურადღებისთვის. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა. ძალიან კარგი იქნება თუ კი ერთი ღილაკზე დაწკაპუნება არის თითის რომ უბრალოდ მოიწონოთ ვიდეო და დააკომენტაროთ თუნდაც ერთი სმაილი მაინც, იმიტომ რომ YouTube-ის ალგორითმი ასე მუშაობს, რომ ითხოვს თქვენგან აქტივობას, იმისათვის რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ეს ვიდეო, რაც კარგია როგორც ჩემთვის, ისე თქვენთვის. იმიტომ რომ მე ვიღებ მოტივაციას ამით, რომ მეტი ადამიანი ნახულობს ჩემს ვიდეოებს, თქვენ იღებთ პასუხებს და ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო თემებზე. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის აღწერაში მითითებული მოხს აკაუნტები შეგიძლიათ მომწეროთ პირად შეტყობინებაში ან ნომერზე მესიჯის სახით. მე კი დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე. აბა დროებით.